მოგესალმებით დღის მთავარ თემებს თრიალეთის ჟურნალისტებთან ერთად ირმა ბუზიაშვილი გაგაცნობთ. სასულიერო პირებმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის ხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელის დომიდან ჩანს, რომ უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა. რა მიზეზით გამართა აქცია ქუთაისში საზოგადოების ნაწილმა და რამ გამოიწვია ნებათა ღელვეიხილეთ თამთავ თურგაშვილის სიუჟეტში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. პარალელურად კი პარლამენტის შენობასთან ამ კანონის მიღების მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. ხალხში ნებათა ღელვა კანონპროექტში კონსტიტუციაში არ არსებული ცნებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შემოტანამ გამოიწვია. საზოგადოების აზრით ეს კანონპროექტი საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის. ყველას უფლება დაცულია საქართველოში და იქ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სექსუალური ურთიერთობებზე და გენდერული იდენტობაზე ეს პირდაპირ ნიშნავს ლეგალიზებას მამაც მამაკის საქართველოში და ის პარლამენტარები, რომლებიც ამ კანონს ხელს მოაწერენ, ღვთის საწინააღმდეგო საქმეს ჩაიდინენ და მასწავლებენ აუცილებლად ღვთისა და ერის წინაშე. ამ კანონში წერია, რომ ქრისტიანთა ურთიერთობა დაკანონდება საქართველოში გუშინ საპატრიარქო მოუწოდა პარლამენტს გადადის აღნიშნული კანონპროექტის განხილვა. მათი განცხადებით, ღვთისმცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად. წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად. ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამოერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს და საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივისცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები კი ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას არასაპარლამენტო ოპოზიცია და ექსპერტებიც აფიქსირებენ. ექსპერტ ვახტანგ ძაბილაძის თქმით, აღნიშნული კანონის შესახებ აჟიოტაჟი ხელოვნურია და საზოგადოება არ არის მზად მსგავსი ტიპის კანონის მისაღებად. შეეცდება, რომ ადამიანის უფლებები დაარღვევოს ძალადობრივი გზით იქნება თუ ნებისმიერი სხვა გზით გარკვეული ასე ვთქვათ სანქცია რო ეკისრებოდეს მას და სრულიად დაუსჯელი არ იყოს. იმიტომ დღეს ჯიგრული საზოგადოებას თქვენ დაუსვით ამას ხაზი გონია, რომ თვითონ არის ყველაზე უფრო მართლმადიდებელი და ქრისტიანი, თვითონ არის ყველაზე მეტად პატრიოტი და ვისაც ჩათვლის რომ ასეთ არ არის და მის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, იმის შეუძლია მუშტიკრივით გაუსწორდეს. ვიჩინდაოთ და ძალით მოახოთ საზოგადოებას თავზე. ეს შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს. ჩვენ ხო ეს გზას ახლა ვიერთდებით. ამიტომ ჩვენთვის ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრი რაღაცებისთვის მზად არ არის. მინდა ვთქვა, საფუძვლიანია ჩვენი საზოგადოების შიში თუ ეჭვმის თაობაზე, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლა კანონების მეშვეობით სამწუხაროდ დასავლეთში ეს ბევრგან მოხდა, გადაიზრდება ხოლმე ჰომოფილიაში. ანუ ისეთ ატმოსფეროში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი გადასულია ჰომოსექსუალებისთვის განსაკუთრებული ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას. კანონპროექტის მიღების ვალდებულება საქართველოს მთავრობამ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო მოდულის ფარგლებში იკისრა. ევროკავშირისგან მიყოლადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის წყაროდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი შესაძლოა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდაც არ გაათავისუფლოს. გიორგი ხარაიშვილის ნათესავები ეჭვებიან, რომ იმის გამო, რომ ხარაიშვილი გასულ წელსაც ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული, შესაძლოა მისი გათავისუფლების პროცესი გართულდეს.
საოკუპაციო რეჟიმმა ხაშურის რაიონიდან გატაცებული ქართველებიდან ერთ-ერთი შესაძლოა ჯარიმის გადახდის სანაცვლოდაც არ გაათავისუფლოს. ამის შესახებ თრიალეთის სოფელ კლდის წყაროში განუცხადეს. ადგილობრივები აღნიშნულს იმის საფუძველზე ამბობენ, რომ გატაცებული 34 წლის გიორგი ხარაიშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გასულ წელსაც გაასამართლა. ადგილობრივებისთვის ცნობილია, რომ მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს განმეორებით პირობითი საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდის შემდეგაც არ ათავისუფლებს. ოთხმეტი წლის გიორგი ხარაიშვილი და 42 წლის ბესიკ გელაშვილი რუსმა ძალოვნებმა 4 დღის წინ სოფლის განაპირას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ისინი ჯონჯოლის მოსაკლებად იყვნენ წასულები. შეჭაზე გადიები ყოველთვის და მაგ შემთხვევაში აკავებენ. ქართული მხარის კონტროლირება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორია. საერთოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას გელაშვილების და ხარაიშვილებისთვის გამოსასყიდი თანხა ამ დრომდე არ მოუთხოვია, თუმცა სოფელში ადგილობრივებმა ფულის შეგროვება უკვე დაიწყეს. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კარაძემ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბულიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და მისი შვილობილი კომპანია 520 კილოვატიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ. რა ჭირდება პროექტის განხორციელება და რითი დაეხმარება აღნიშნული პროექტი რეგიონებს, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კარაძემ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველმა სულხან ზუმბულიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ელექტროსისტემა და მისი შვილობილი კომპანია ენერგოტრასი 500-იან და 220 კილოვატიან მაღალი ძაბვის ქვესადგურსა და ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ. მშენებლობის კონტრაქტორის ტენდერში გამარჯვებული პორტუგალიური კომპანია EPASIS, ხოლო გადამცემი ხაზის მშენებლობას განახორციელებს ინდური ფირმა JOINT Construction. რომელიც ხელშეუწყობს ერთის მხრივ ადგილობრივი ენერგომოხმარების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ფოთის ირგვლივ კვების დამატებითი შესაძლებლობების მიცემას, რაც მრეწველობის განვითარებას შეუწყობს ხელს და ასევე შესაძლებლობას მოგცემს, რომ დამატებითი ენერგიის ექსპორტი მოვახდინოთ ევროკავშირის ქვეყნებში და თურქეთში. ზუმბულიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტი ელექტრომომარაგების პრობლემებს აღმოფხრის, ასევე ხელი შეუწყობა რეგიონების განვითარებასაც. დააკავშირებს ეგურის ბასენის ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც იგეგმება 2016 წელს, ჩვენ შევძლებთ, რომ ეგურის ბასენიდან გამოვიტანოთ გაცილებით მეტი ენერგია და ფოთის ტერიტორიაზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონის ტერიტორიაზე ჩავიტანოთ, რაც ხელს შეუწყობს, რასაკვირველია, იქ საწარმოების შექმნას და მეტი, ასე ვთქვათ, შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მეტი კომპანიების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს იმ რეგიონის განვითარებას. პროექტის მთლიანი ღირებულება 50 მილიონში ადგეს, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულდეს.
წინა საარჩევნო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება. განცხადება თრიალეთის ყოველკვირეულ გადაცემაში კვირის ამბები დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს გვერდსმერობის კანდიდატმა მამუკა ნოზაძემ გააკეთა. როგორც მან გადაცემაში განაცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულებები დღემდე პოლიტიზირებული, ამის მაგალითად მან გვერის მესამე საჯარო სკოლა დაასახელა. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს აღნიშნული სკოლის დირექტორი ვახტანგ სოხიტაშვილი გამოეხმაურა და მათ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. წინა საარჩევნო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება. ეს განცხადება თრიალეთის ყოველკვირეულ გადაცემაში კვირის ამბები დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს გვერდსმერობის კანდიდატმა მამუკა ნოზაძემ გააკეთა. როგორც მან გადაცემაში განაცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულებები დღემდე პოლიტიზირებულია. ამის მაგალითად მან გვერის მესამე საჯარო სკოლა დაასახელა და განაცხადა, რომ აღნიშნული სკოლის დირექტორი საკუთარ თანამშრომლებს ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას უკრძალავს. როგორც პარტიის წევრი თამარ კობიშვილი აცხადებს, მათ ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი გუნდის წევრმა ამით ბრაზაშვილმა მიაწოდა, რომელიც მესამე საჯარო სკოლის პედაგოგია. ეხლა არ უნდა ხდებოდეს სკოლებში, როგორ ატარებენ დირექტორები თათბირებს, როგორ აფრთხილებენ პედაგოგებს, როგორ აფრთხილებენ რომ ოპოზიციურ პარტიებს არ დაეხმარონ, თუმცა ხმამაღლა მინდა განვაცხადო, ჩვენი ერთ-ერთი მაჟორიტარი არის პედაგოგი. და ღმერთმა არ აქნას, ან სამსახურიდან გამოუშვან, ან რაღაცა დავალება ქონდეს. მარტო სკოლის დირექტორი არ შეეწირება, რესურს ცენტრის დირექტორი შეეწირება ამ საქმეს. მესამე სკოლის დირექტორმა ვახტანგ სოხიტაშვილმა თუ ვარი არ მეშლება ჩაუტარა პედაგოგებს თათბირი და მკაცრი ტონით, თითქმის ეს დირექტორია, რომელმაც თქვათ ნაციონალური მოძრაობის ეპოქაში პოლიტიკური ნიშნით არაერთი პედაგოგი გაათავისუფლა, დღეს უკვე ფერი იცვალა კამელეონივით და დღეს უკვე ისევ დღეს უკვე ქართული ოცნების იმაშობა და პედაგოგებს არიგებს, დირექტივებს აძლევს იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და როგორ უნდა მიიღონ და რანაირად უნდა მიიღონ. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენელთა განცხადებებს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სოხიტაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, მას სკოლაში თათბირი არ შეუტარებია და საკუთარი თანამშრომლებისთვის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არც დირექტივები მიუწია. მისი განმარტებით, ის შეხვდა პედაგოგების ნაწილს და სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციებისგან თავის შეკავება მოსთხოვა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ახალი ხელისუფლების, რომ აღარ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსები პოლიტიკური მიზნებისთვის. თათბირი არ ჩატარებულა, ეს იყო დიდი დასვენების პერიოდი. მე ავედი პედაგოგიური კოლექტივის ნაწილი იმყოფებოდა და მე ვუთხარი, რომ სასკოლო საგაკეთილო პროცესში პოლიტიკურ აგიტაციას რავი არ გაქვს. პოლიტიკური აგიტაციის გაწევის უფლება აქ არც პოზიციურ და არც ოპოზიციურ პარტიებზე საუბარი არ ყოფილა. ვახტანგ სოხიტაშვილის თქმით, შეხვედრას თავად ანი თურაძაშვილი არ დასწრებია. აღნიშნული თავად თურაძაშვილმაც დაგუდასტურა და პირად საუბარში განმარტა, რომ შეხვედრის დეტალები მისთვის სხვა პედაგოგებისგან გახდა ცნობილი. ამის შესახებ კი პარტიამ ინფორმაცია უწყებათა შორის კომისიასაც მიაწოდა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით თბილისი მერიეთში კონფერენცია მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიგრაციის სფეროში ექსპერტთა მისია ეწვია. შეხვედრაზე მიწვეულები არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ექსპერტები. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით თბილისი მერიეთში კონფერენცია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიგრაციის სფეროში ექსპერტების მისია ეწვია. შეხვედრაზე ასევე მიწვეულები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ექსპერტები. გაყოფილებით აღნიშნო, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროკავშირის ევროპის კომისიას შორის წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება. შედეგად ჩვენ მოვატარებთ ამ კონფერენციას, სადაც ჩვენთან ჩამოსული არიან ექსპერტები. შესაბამისად ექსპერტებთან და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვიხილავთ დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს და ექსპერტთა შეფასებელი მისია ფაქტიურად უწევს განხორციელებას.
კამპანიის ეს შემგეხება ისევ გისმენილ მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდეს ფარულ მიყურებებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტის მიღება თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდეს. მათ მოთხოვნას იზიარებს ფიქრია ჩიხრაძეც და აცხადებს, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში მის დაუკითხავად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩარევას ჯერ კიდევ აქვს ადგილი. კიდევ ერთი კანონი, რომლის მიღება ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გააჭიანურა. კანონს უკანონო მოსმენების შესახებ ახლა უწყებათა შორისი კომისია განიხილავს. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე სწორედ ამ კანონზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს კომისია აფერხებს კანონპროექტის მიღებას. მისი თქმით, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აუცილებელია ამ კანონის მიღება და ამით ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. უწოდებ პარლამენტს, რომ გამოიჩინოს უნარი პოლიტიკური ნება იმისა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სწორად მიაჩნდა ადრე და ამ პოლიტიკური ძალების უმეტესობა მხარს უჭერდნენ ამ პროცესს და ამ კანონპროექტის მიღებას და მიიქნებიან ისინი დამორჩილებული აღმასრულებელი ხელისუფლების ნებას, რომელსაც ყოველთვის ურჩევნია, რომ თავისუფალი იყოს კანონის არტახებისაგან, კანონის ბორკილებისაგან და როგორც უნდა თავისი ნებასურვილის მიხედვით განახორციელოს უკანონო მოსმენა, თვალთვალი და უკვე მის საფუძველზე მერე დევნა ადამიანებისა პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. ფიქრია ჩიხრაძის აზრით მზადდება სრულიად სხვა პროექტი, რომელიც უფრო შემსუბუქებული ვარიანტი იქნება. ახალი მემარჯვენეების ლიდერის თქმით, იმისთვის რომ თითოეულ ადამიანს გაუქრეს შიში იმის გამო, რომ უსმენენ, აუცილებელია იმ ხალხის დასჯა, რომელიც ამას აკეთებდა და ახალი კანონპროექტის დროულად მიღება. კახა კოჟორიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გადადებას არ ემხრობა, როგორც მან პირველის პრეს-კლუბში საიას თავმჯდომარემ განაცხადა, კანონპროექტზე ინფორმაცია უკვე დიდი ხანი არსებობს და დაინტერესებულ პირებს გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ. კოჟორიძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონი დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტურ მექანიზმებს უნდა შეიცავდეს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიიღოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ადამიანებს დისკრიმინაციისგან დაიცავს, მაშინ მან პრინციპული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს და არ გაითვალისწინოს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყველას შეიძლება ქონდეს საკუთარი აზრი და პოზიცია ამა თუ იმ ნებისმიერ კანონპროექტთან მიმართებაში და ცხადია ეკლესიის თუ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც აქვთ საკუთარი პოზიციის ქონის უფლება. სხვებისთვის, ჩვენთვის, სხვისთვის შეიძლება ეს პოზიცია მიუღებელი იყოს, შეიძლება ჩვენი პოზიცია იყოს ეკლესიის წარმომადგენლებისთვის ან ვინმე სხვისთვის მიუღებელი. ეს მე ვფიქრობ ჩვეულებრივი ამბავი, ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის. აქ მთავარი ის კი არ არის რა პოზიცია ექნება რომელიმე სხვას, არამედ მთავარი არის ის ხელისუფლება რამდენად იქნება შემოჭილი ჩვენი ან დავუშვათ ეკლესიის ან სხვა ვინმეს პოზიციით. ხელისუფლებას თუ აქვს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, მაშინ მიუხედავად იმისა, ვის რა პოზიცია და აზრი ექნება ამ საკითხთან მიმართებაში, ხელისუფლება შეიძლება მიიღოს პრინციპული ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საარსებო მინიმუმის კვლევას განაგრძობს. ამჟამად ცენტრის წარმომადგენლებმა მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალ პროდუქტთა ფასები გორის ბაზარზე შეისწავლეს. როგორც ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი განმარტავს, ბაზარზე დაფიქსირებული ფასების დაჯამების შედეგად გამოითვლება იმ მინიმალური თანხის ოდენობა, რომელიც შრომის უნარიან ადამიანს ერთი თვის განმავლობაში სჭირდება. აქვე მისი განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში მსგავსი კვლევა საქართველოს მასშტაბით 12 ბაზარზე ჩატარდა. აღნიშნული კვლევის შედეგები კი, როგორც ის ამბობს, ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრას ხელს შეუწყობს. მარტის თვიდან უკვე ვაწარმოებთ საარსებო მინიმუმის კვლევას. შესაბამისად, პირველი ეტაპი დავასრულე თეორიული ნაწილი, მეთოდოლოგიაზე მუშაობა და უკვე აპრილის თვეში პრაქტიკულად გავედით ბაზრებზე, შევისწავლეთ საქართველოს მასშტაბით 11 ბაზარი, თითქმის ყველა რეგიონი და დღეს არის ბოლო ბაზარი, გორის ბაზარი, სადაც პრაქტიკულად გვაქვს მონაცემები ამა თუ იმ პროდუქციისა, რომელიც შედის მინიმალურ სასურსათო კალათაში. შესაბამისად, ამის მიხედვით მე უკვე დავაჯამებთ და გვექნება ფულად ფორმაში გამოსახული საქართველოში რამდენი არის შრომის უნარიან მამაკაცზე საარსებო
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამწვანების აქცია მოაწყო. აქციას პარტნიორობა გაუწია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, რომელმაც აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნერგები გადასცეს. პროექტში ჩართულია 1200-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსწავლე. თემის დეტალებით ნახეთ თამარ ადვაძის სიუჟეტში. ჩვენ შეგვიძლია დავიღოთ ნერგები, რათა ჩვენი საფარი უფრო გაძლიერდეს და უფრო მწვანე იყოს. ამისთვის კი არის აქცია გაიღე ნერგი გადაარჩინე მომავალი. თორე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განყარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამწვანების აქცია მოაწყო. შავშების სკოლაში ჩამოყალიბებული გარემოს დაცვის კლუბის წევრებმა მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული მნიშვნელობა დაისახება მოსწავლეთა განვითარებაზე და მოხარულები იქნებიან, თუ მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. ეს ბავშვები არიან გარემოს დაცვის კლუბის წევრები და ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ათვისნობიერებული აქვს პრობლემის არსი და ძალიან კარგია და მიხარია, რომ ასე უწყობს ხელს ეს კლუბი ამ ბავშვების აქტივობას. ხელს უწყობს ჩვენი მომავალი თაობა, ხელს უწყობს ამ ნარგავების დარგვას. შემდეგ მოვლაზეც იზრუნებენ, რა თქმა უნდა, წყალს დაუსხარენ და ძალიან რთულად ხარობს აქ ნერგები. გამწვანების აქციის პარტნიორობა გაუწია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, რომელმაც აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახეობის ნერგებით უზრუნველყო. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის პროექტის ახალგაზრდობის ჩართულობა და განვითარება მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა, მათი ჩართულობა, განათლება და განვითარება. პროექტში ჩართულია 1200-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსწავლე. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას, განვითარებას და მათ ინტეგრაციას დანარჩენ თემში. შეუძლიათ ბავშვებს მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება, რა სახის პრობლემაც არ უნდა ჰქონდეთ, დაწერონ ამაზე პროექტი და წარმოადგინონ დასაფინანსებლად. დღესვე გამწვანების აქციაში ზელტის, მოჯრისხევის, ტყვიანის, ტირდნისის, ახალდაბისა და შინდისის სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც აღნიშნული სოფლების საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ნერგი დარგეს. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებს ერთობლივ პროექტს მხიარული სტარტები. პროექტი სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებს ერთობლივ პროექტს მხიარული სტარტები. პროექტი სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ამ ეტაპზე 2013-14 წლების სეზონის დასკვნითი ფინალური ტურები მიმდინარეობს. სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ტიპის პროგრამები სამომავლოდაც გაგრძელდება. ერთობლივი პროექტი მხიარული სტარტები ძალიან კარგად და წარმატებულად მიმდინარეობს. დასრულდა მერვედ ფინალური შეჯიბრებები. დღეს ჩვენ 12 შერჩეული გუნდიდან დავაწყვეტეთ გუნდები და გადავდივართ უკვე მეოთხედ ფინალურ ეტაპზე, სადაც მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება უსურვო ბავშვებს. რა თქმა უნდა, სამინისტრო არამც თუ გააგრძელებს, სამინისტრო სპორტის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ იმუშავეს მთლიან სტრატეგიაზე, როგორ უნდა მიმდინარეობდეს წლის განმავლობაში იმ აქტივობებში ჩართულობა, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან დიდი სარგებლობის მომტანია თითოეული მოსწავლისთვის, თითოეული ოჯახისთვის. შესაბამისად არის ეს ერთიანი ხედვა, შემუშავებული სტრატეგია და ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ ძალიან წარმატებულად განახორციელოთ, რაც შეიძლება ბევრი და კარგი პროექტები შევთავაზოთ მოსწავლეებს. ეს ის რომელიც აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის, როდესაც ისინი დაკავდებიან სპორტით. სპორტი პირობებში ის სოციალიზმისა და ასნეულის დაკავშირებულია განათლებასთან, დაკავშირებულია ევროპაში ჯანმრთელობასთან. ამას ადასტურებს ჩვენი დოკუმენტი, რომელიც ამასწინებს ხაურგან მიიღო თეატრის უნივერსიტეტის ერთ-ერთი თავის დადანილი სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის. და მე მოხარულია, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტიც არის სასახელო ორი სტრუქტურა, ესე ვთქვათ, სამთავრობო და არასამთავრობო სპორტული სტრუქტურები და მინიმუმ ბიუჯეტს, რომელიც არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი. დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც სრიალთან საუბარში პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
მოხარულია ციხე-დავრცელებული საჯარო სკოლის მასწავლებლთა გუნდმა მიიღო ამ ხერხის სტარტებში მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა ხერხის სტარტების ეროვნულ ფედერაციას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ მოგცა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა ბავშვებისათვის იყო ძალიან საინტერესო და შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემო ბავშვებმა მაქსიმალური გამოამჟღავნეს, გაიმარჯვეს პრეჯგრუპში, მეორე პრეჯგრუპში, ანუ ნახევარფინალში და ახლა შესაძლებლობა აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს ფინალურ მატჩში. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ზრდის ბავშვებში, მეცადინეობენ ძალიან კარგად და იმედი მაქვს, რომ წინააღმდეგობას გავუწევთ იმ სკოლებს, რომლებშიც ახლა ყოფილებთ გადაწყვეტილებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით გასულ წლებთან შედარებით წელს პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა გაორმაგებულია. დღეს ტელეკომპანია დია ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დიას მფლობელმა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა მათ ტელევიზიის სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნეს. ჟურნალისტებისთვის, ასევე ნებისმიერ ინდივიდუალურ ჯგუფის წარმომადგენელს ექნება საშუალება მოვიდეს პრესკლუბში, გააკეთოს მისთვის სასურველი და საინტერესო განცხადება და რაც მთავარია, მედია კლუბი იმუშავებს მედია ცენტრის რეჟიმში არჩევნების დღეს და ჩვენ ჟურნალისტები ერთად დავსხვებით და ვიმსჯელებთ თუ როგორ მივაწოდოთ და ერთად მოვიძიოთ საზოგადოებას მივაწოდოთ ასე დაბალანსებული ინფორმაცია. ტელეკომპანია დია იწყებს ახალი გადაცემების ასეთი იყო დღის მთავარი თემები თრიალეთის ეთერში. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ისეთი ქვეყანა ყველა საჭირო ჩემი აზრით თავარია მე მომხევარია ეს მნიშვნელოვანი არ მომწონს როცა ჩემი ნება რომ იყოს მე მინდა ისეთი ქვეყანა ჩემთვის თავარია